მოგესალმებით მეგობრებო. რამდენიმე დღის წინ კვლავ შემხვდა ვიდეო, სადაც აღნიშნული პიროვნება აგრძელებს ისლამისა და ყურანის გაშავებას. მოდით ვუყუროთ აღნიშნულ ვიდეოს და შემდეგ შევეფასოთ მისი საქციელი და პასუხი გავცეთ მის კითხვას. აი, რა არის ამოთხე? როგორ წარმოგიდგენი? ანუ როგორ გასწავლე? მაგალითად, ყურანი როგორც აღწერს, ხო. აღებია, მდინარეები მოედინება და ასე შემდეგ რაღაცები აღწერილი არის. რა ეხლა ზუსტად ვერ წარმოვიდგენ რა თქმა უნდა. და მკერდსავსე ქალწულები არიან. არა, ნეო, აი მაგას ვინც ამბობს, ძალიან მაგარი თქვის, რა ამბობენ მაგას. ბოჩა. რაღაცა უბრალოდ ნახე, შემითხარი რომ ანუ პირდაპირ სიტყვით მიწერია, არის ფიქრო რომ ხო ყურანი არის. აბას რომელია მე რამდენია? აი, კი, და სავსე ფიალები. დააკვირდით მეგობრებო მის ხელებს, როგორ უპატივცემულოდ ექცევა სხვის რელიგიას და პრეტენზია აქვს, რომ იესოს მიმდევარი ვარო, იესოს მიმდევარი ასეთ საქციელი უნდა ჩაიდინოს, შეფერის მის რელიგიას. ჩემო ქრისტიანო მეგობრებო, ესეთი საქციელი თქვენთვის მისაღებია? და კომენტარებსაც გადავხედე, ყველა თქვენთაგანის საქციელს უბნობ ესეთი საქციელი არ გიხდებათ. პირველ რიგში ასეთ ადამიანებთან რომ გამოდიხართ სადუსკისიოდ, ჯერ კარგად უნდა ჩაუღრმავდე შენს რელიგიაში, რომ არავინ ჩაგჭრას და შესაფერისი პასუხი გასცე, თუ არ ხართ კომპეტენტური თქვენს მრწამსში არ უნდა გამოხვიდე. პასუხისმგებლობა მხოლოდ თქვენით არ მთავრდება. ამიტომ მუსლიმანებო, გთხოვთ ჯერ შეისწავლოთ თქვენი მრწამსი. თორე ასეთი დასაცინი გახდებით. მეორე, ადამიანს როცა კითხვებს უსვამთ, უნდა დაუცადოთ ბოლომდე გაგცეთ პასუხი, აქ კი არ უთმობთ დროს, რომ გაგცეთ პასუხი. პირდაპირ წერტილს უსვამთ, რომ ეს ასეა, რაც დამეთანხმებით, რომ არასწორია. ახლა გადავიდეთ პასუხების გაცემაზე. აღნიშნული აიეთი არის სურა ნებეს 33 აიეთი. აღნიშნული აიეთი ძირითადად არამუსლიმების მხრიდან ხდება მუსლიმანების მანიპულაცია და ამ აიეთით ხდება ისლამის გაშავება. ამ მხრივ შევეცდები კითხვებზე პასუხის გაცემას, როცა გადავხედავთ ამ აიათს, განსაკუთრებულად ტრადიციული მსოფლმხედველობის თარგმანებს მსგავსი შინაარსის თარგმნები გვხვდება, აღნიშნული მთარგმნელები ძირითადად ტრადიციული ისლამის მიმდევრები გახლავთ, რომლების მიზანიცაა ჰადისების გამყარება ყურანზე დაყრდნობით, ანუ არასწორი თარგმნის შედეგად ჰადისებს ამართლებენ, რითაც დამეთანხმებით, რომ ყურანისთვის უდიდესი დარტყმაა. თავდაპირველად შევეცდები და კიმტკიცოთ, რომ აღნიშნული აიათი არის არასწორი თარგმანი. აღნიშნული პასაჟში საუბარია 64-ში საჩუქრებზე, ხოლო ნებე 31-ში საუბარია თუ ის გადაეცემა არაბულად შემდეგი სახით ინედილ მუხთაკინე მეფაზა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ღვთის მოშიშე მოგებულნი. ანუ ვინც დაემორჩილება ღვთის კანონებს, ანუ მეგობრებო ღვთის დამორჩილებულები. აქ კიდევ კონკრეტულად არც მამაკაცებზეა საუბარი და არც ქალბატონბეზე, ანუ ყველა ადამიანზეა საუბარი, არ აქვს სქესს მნიშვნელობა. ასე რომ ჩემო ქრისტიანო მეგობრებო, თქვენ ვერ იტყვით, რომ მხოლოდ მამაკაცები არიან დამორჩილებულები. ჰუჯრათ სურაში კიდევ საუბარია, ღმერთმა შექმნა ადამიანები ქალად და კაცად, მაგრამ განსხვავება მხოლოდ დამორჩილებაშიაო. ანუ მამაკაციც შეიძლება იყოს დამორჩილებული და ქალბატონებიც. ხოლო ნებე 31-ში სწორედ დამორჩილებულ ადამიანებზეა საუბარი, მამაკაცზე და ქალბატონზე ორივე სქესზეა საუბარი. ეხლა კიდევ ვნახოთ რა არის 64-ში საჩუქრები. 32-ში ბაღები და ზღრები. ეხლა კიდევ გადავიდეთ მთავარ საკითხზე, რომელიც არის ძალზე მარტივი. 33-ში არაბულად ქევაბა ეთრაბა, სიტყვა ქევაბა გვხვდება მაიდა 6-ში, სადაც საუბარი ლოცვამდე განბანვის ცერემონიაზე. აქ კიდევ კოჭები ითარგმენა არაბული ქევაბადან და ამ სიტყვის ფუძე ითარგმნება მრგვლად, ანუ როგორცაა მუხლის კოჭი. ხოლო ეთრაბა იგივე ნებესურის 40 აიათში გვხვდება, მან კიდევ ითარგმნება მიწას. ანუ ჩემო მეგობრებო, ეთრაბა ნიშნავს მიწას. აქედან გამომდინარე ნებე 33-ში საუბარია მრგვალ საგნებზე, რომელიც ამოდის მიწიდან, ანუ მეგობრებო ბოსტნეულებზე და ხილზეა საუბარი. ანუ 32-ში თუ ბაღზეა საუბარი, 33-ში საუბარი ბაღებში არსებულ ხილზე და ბოსტნეულზე, ხოლო 34 საუბარია მაგ ხილისგან და ბოსტნეულისგან დამზადებულ სასმელებზე და წვენებზე. ახლა როცა კონტექსტს დაუკვირდებით, საუბარია ბაღებსა და ზღვრებზე, შემდეგში არასწორი თარგმნის შედეგად მკერდსავსე თანატოლები, ხოლო შემდეგ აიათს როცა გადავხდებთ ფიალები. ახლა ჯამას მასთან დაკავშირებული მდგომარეობაა, მაგრამ 33 მთარგმნილია მკერდსავსე თანატოლები, რა საერთო აქვს ჯამას მასა და მკერდსავსე თანატოლებს შორის. პირველი მთავარი კითხვა ამ კონტექსტში ეს არის.
ხოლო მეორე დამორჩილებულ ადამიანებისთვის, მამაკაცისთვისაც და ქალისთვისაც საჩუქრებზეა საუბარი, ქალბატონს რაში სჭირდება მკერდსავსე გოგონები. ღმერთმა რატომ უნდა აჩუქოს ქალბატონს ასეთი საჩუქარი? ეხლა გადავიდეთ კითხვის დამსმელებზე, მეგობრებო, ასეთი მოკლე ჭკუია გაქვთ მართლა. არ გიმუშავებთ გონება? ელემენტარული საკითხია, ამდენად გაქვთ ბოღმა გონებაში რო ვერ იყენებთ. კიდევ ვიმეორებ ქალბატონს რაში სჭირდება მკერდსავსე გოგონები. მეგობრებო, ნებე 33 საუბარია ხილბოსტნეულზე და აქ არც მკერდია და არც გოგონა, როგორც თარგმანი, აღნიშნული აიათი არის თარგმნილი ფანტაზიების მქონე, რომლებიც გაგებაში არ არიან ყურანის და ამახინჯებენ ღვთის წერილებს თავიანთი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, რაც დამეთანხმებით, რომ დიდი ცოდვაა. აღნიშნული ქმედებები კი არამუსლიმანების საშუალებას აძლევს ჩვენს საწინააღმდეგოდ კონტრარგუმენტები გამოიყენონ. ამიტომ ჩვენ მუსლიმანები ბევრი უნდა ვიკითხო და ყველაზე განათლებულები უნდა ვიყოთ, ჩვენ მხოლოდ წინ წავალთ განათლებით, ეს მხოლოდ არ ეხება რელიგიას, განათლებულები უნდა ვიყოთ ჩვენს პროფესიულ საქმიანობაშიც, რათა სულ პირველები ვიყოთ. ამიტომ მუსლიმანებო, ღმერთი ჩვენთვის პირველ კითხვას გვავალდებულებს, ალაქ სურა. მე აქ ვარ და მზად ვარ ყველა კითხვისთვის, არ დაკავწდეთ ყურანში ყველა კითხვაზე არის პასუხი. მადლობა წარმატებები. მომქვალი კითხვა იქნება 64-სთან დაკავშირებით, თუ როგორი 64 ყურანის მიხედვით.